ყოველი ისტორიის მიღმა, რომელსაც გიყვებით, რეალური ადამიანები და მათი თავგადასავლები დგას. თქვენ უსმენთ გურულ ფაილებს, რადიო გურიაზე. წლის 5 ივლისს ჟურნალი თეატრი და ცხოვრება სენსაციურ ამბავს იუწყებოდა. იგეგმება პირველი მხატვრული ფილმის, ქრისტინეს გადაღება და კინემატოგრაფიის ერთმა ცნობილმა ფირმამ ალექსანდრე წუწუნავას და სანდრო ახმეტელს სათავეში ჩადგომა სთხოვა. სინამდვილეში ეს ცნობილი ფირმა საერთოდ არ არსებობდა. ეს იყო გენიალური სარეკლამო ტრიუკი, რათა წამოწყებას მეტი წონა მისცემოდა. ამ დიდი იდეის უკან ერთი გურული კაცი, გერმანე გოგიტიძე იდგა. სცენაზე უზომოდ შეყვარებულმა გერმანემ 1914 წელს ოზურგეთში თეატრი გახსნა. მისთვის მიკროელექტროსადგურიც კი ააგო და სულ მალე შენობა კინოთეატრად გადააკეთა, რომელსაც ილუზიონი დაარქვა. ჯერ იყო და გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო, ამბობდნენ მთავრობაში. ახლა კი ყველა ოზურგეთს მიაწყდა კინოს ანახავად. ბილეთები ისე იყიდებოდა, გერმანეს ნათესავები იხსენებდნენ. შემოსული ფულით კომოდის უჯრები აავსოო. სწორედ აქ, ერთი იტალიური ფილმის ნახვის შემდეგ გოგიტიძეს დაებადა აზრი. შეექმნა ქართული კინოსურათი, რომელიც აჩვენებდა ჩვენი ქვეყნის სილამაზეს. მან გურული ეგნატე ნინოშვილის პოპულარული და სევდიანი მოთხრობა ქრისტინე შეარჩია. თუმცა ფულის შოვნა ხელოვანებისთვის მაშინაც ჭირდა. ბიზნესმენებს არ სჯეროდათ, რომ კინოს მოგება მოჰქონდა. მაგრამ გოგიტიძეს მხარში ამოუდგნენ ბათლომე კილაძე და სასტუმრო ვეცელის მეპატრონე ნოე სიხარულიძე. მათ გერმანეს ბანკში გასანახდებლად საკუთარი ვექსილები მისცეს და ასე შეგროვდა ფილმის ბიუჯეტი. ფილმის რეჟისორად გოგიტიძემ თავისი მეგობარი, ოზურგეთელი ალექსანდრე წუწუნავა აიყვანა, რომელიც ქართული კინოს და საოპერო რეჟისურის ნამდვილი ფუძემდებელი გახლავთ. ქრისტინეს გადაღებები ნამდვილი ოდისეა აღმოჩნდა. მხატვრად მიუნხენის აკადემიის კურსს დამთავრებული დიმიტრი შევარდნაძემ მიიწვიეს. გადაღებისთვის გოგიტიძემ ლიხაურელი გლეხისგან დიდი სამზადის სახლი იყიდა. ისლის სახურავი გადახადეს. ერთი კედელი მოაცილეს, რომ მზის სინათლეს პავილიონის გარეშე გაენათებინა გადასაღები მოედანი. პრობლემებს ბოლო არ უჩანდა. ჯერ წუწუნავამ და გოგიტიძემ იჩხუბეს მთავარ როლზე. გერმანის ანეტა ქიქოძე უნდოდა. წუწუნავამ კი თავისი სიჯიუტით თითქმის 40 წლის ანეტა აბელაშვილი გადაიღო. მაშინ როცა ქრისტინე 15 წლის გოგო უნდა ყოფილიყო. ამას დაემატა გურიის გადაუღებელი წვიმები, თბილისელი მეეტლეების მიერ გამოძალული ფულები და სამხედრო უწყებიდან ძლივს გამოთხოვილი ოპერატორი ალექსანდრე შუგერმანი, რომელიც გაქნილი არამზადა აღმოჩნდა. ის წამდაუწო მატყუებდა ჯგუფს ფირის ხარჯვაზე და რეჟისორის მითითებას არ ასრულებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სოფელ აჭში გადაღებისას მოთმინებიდან გამოსულმა წუწუნავამ ოპერატორი აპარატიანად გორაკიდან დააგორა. მოგვიანებით ის გააძევეს და მის ნაცვლად კეთილსინდისიერი ალექსანდრე დიღმელოვი მოიყვანეს. ბოლოს, როცა წუწუნავა როსტოვის თეატრში გაემგზავრა, ფილმის ბოლო ორი ნაწილი თავად პროდიუსერმა, გერმანე გოგიტიძემ გადაიღო. ასე რომ პირველ ქართულ ფილმს ორი რეჟისორი ჰყავდა. გადაღებები 1917 წლის ოქტომბერში დასრულდა, მაგრამ 1918 წლის აპრილში ოზურგეთში ოსმალები შემოვიდნენ. დაიწყო წარცვა, რასაც გურული ფირალების, მათ შორის მელქისედეკ გუნთაიშვილის პარტიზანული პასუხი მოჰყვა. სანამ გენერალმა მაზნიაშვილმა მხარე საბოლოოდ არ გაწმინდა. ოსმალთა თარეშმა გოგიტიძის მთელი ქონება და ფილმის ფირით შეიწირა. თუმცა თბილისში შენახული ნეგატივებით მისი აღდგენა მაინც მოხერხდა. ქრისტინეს პრემიერა 1919 წლის მაისში, კინოთეატრ აპოლოში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავზე შედგა. ფინანსურად ფილმი წამგებიანი აღმოჩნდა. გოგიტიძე მას საბარგო ავტომობილზე დამონტაჟებული დანადგარით აჩვენებდა იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგია არ იყო.
ამ დიდი ძალისხმევის და თავდადების საფასურად მათ ქართული კინოს მომავალი გაკაფეს. ეს გურიაში მოხდა. საუკუნის წინ გურული კინოს შემქმნელები ავტომობილით დაატარებდნენ კინოფირებს, რათა ადამიანებამდე ვიზუალური ხელოვნება მიეტანათ და პირველი ქართული კინემატოგრაფიული კვალი დაეტოვებინათ. მომდევნო გადაცემაში გურული ამბების სხვა ფურცლები გადავშალოთ. დროებით.